ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ზემასიური შავი ხვრელის შემცველი აქტიური galaktikuri ბირთვი, იგივე კვაზარი დააფიქსირა, რომლის სინათლეც გამრუდებულია და აინშტაინის რგოლის მაგვარ ფორმას ქმნის. მასზე 4 ელვარე წერტილიცაა შესამჩნევი, მაგრამ მათ მხოლოდ დამახინჯებული სხივების გამო ვხედავთ. ამ კვაზარს RxJ 1131 1231 ეწოდება და ჩვენგან დაახლოებით 6 მილიარდი წლითაა დაშორებული. ის გრავიტაციულადაა ლინზირებული, ანუ მისი გამოსახულება ჩვენი პერსპექტივიდან მისი მდებარე მასიური ობიექტის გარშემო გამრუდებული სინათლის რგოლის სახით ვლინდება. პირველად მსგავსი ფენომენის არსებობა სწორედ აინშტაინის ფარდობითობის ზოგადმა თეორიამ იწინასწარმეტყველა. გრავიტაციული ლინზირება მაშინ იჩენს თავს, როცა წინა ფონზე მდებარე მასიური ობიექტი, როგორიც მაგალითად galaktikata შეჯგუფება, ან შავი ხვრელია, გარშემო დროს სივრცეს ამრუდებს. შესაბამისად, მის უკან მდებარე galaktikebისა თუ ზე ახალი ვარსკვლავების სინათლეს ამ გამრუდებულ ტრაექტორიას მიხვება და დამახინჯებულად ჩნდება. ფაქტობრივად ეს ერთგვარი კოსმოსური გამადიდებელი შუშაა, რომელიც შორეული ობიექტების შესწავლის საშუალებას გვაძლევს. ისინი ზოგჯერ თაღის ფორმას იღებს, ზოგჯერ კი მთლიან რგოლს ქმნის. უკანასკნელ შემთხვევაში იდეალური რგოლი არ მიიღება, არამედ ამის ილუზიას 4 კაშკაშა წერტილი ქმნის, რომლებიც RxJ 11-12-12-ის ეგრეთ წოდებული სარკული გამოსახულებებია. ისინი მაშინ ჩნდება, როცა გამრუდებული ობიექტი დამკვირვებლის მიმართ სიბრტყეზე იდეალურად არაა განლაგებული. რაც შეეხება გამოსახულების ცენტრში არსებულ ლურჯ ელვარებას, ის იმ მასიურ galaktikას ეკუთვნის, რომლის გრავიტაციამაც RxJ 11-31-12-21-დან მომავალი სხივები დაამახინჯა. ნიშნულოვანია, რომ ეს კვაზარი ასტრონომებისთვის აქამდეც ცნობილი იყო. გრავიტაციული ლინზირების მეშვეობით მათ მისი ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელის ბრუნვის ისწრაფი გამოთვალეს, რომელიც სინათლის სიჩქარის ნახევარია. აღნიშნული ფენომენი galaktikაში არსებული ბნელი მატერიის შესწავლის შესაძლებლობასაც იძლევა, რომელიც ჩვეულებრივ მატერიასთან მხოლოდ გრავიტაციით ურთიერთქმედებს და სხვა მხრივ უხილავია. არ დაიზარო, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი, დაგვიჭირე მხარი.